მოცვის პირველი კრეფები გვაქვს კოლხი ფერმაში. წელს პირველად ხდება ნაყოფის აღება და მინდა განხოთ მეგობრებო, მოცვი ჩვენთვის ახალი კულტურაა, შარშან დაირგო პირველად. იცით ზოგადად დასავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით სამეგრელოში როგორც საქართველოში ძალიან პოპულარული არის ესე იგი ეს კულტურა. მოცვის ყველაზე დიდი ბაღი მე როგორც ესე იგი ვიცი დაახლოებით არის 15 წლის, რომელიც არის ძალიან ახალი კულტურა და ნელ-ნელა მაქსიმალურად ფერმერები ცდილობენ და ვცდილობთ რომ ავითვისოთ და გავუგოთ ესე რომ ვთქვათ. კოლხი ფერმაში შარშან 2024 წლის იანვარში დავდგეთ პირველი ნერგები. სათფურში გვინდოდა რა თქმა უნდა, მაგრამ ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე აღმოჩნდა ღია გრუნტში და მხოლოდ ეხლა უწევს სამხრეთ უჯიშებს კრეფები. ცოტა წვიმამ ესე იგი რაღაცები ვერ გავითვალისწინეთ და წვიმის და გამო გადაუღებლად მესამე დღეა წვიმს და მოხდა ნაყოფების დახეთქვა, თუმცა მე ვფიქრობ რომ მაინც აი კალიბრიდან გამომდინარეც აი საკმაოდ ესე ნახეთ დიდი კალიბრი გვაქვს, ესე იგი მოთავსებული არის ამ სათფურში ყველა სამხრეთული საადრეო ჯიშები. ეს არის Sweetheart-ი, ეს არის Star-ი ძირითადად, ესე იგი არის ასევე ესე იგი Suzy Blue და სულ რამოდენიმე ცალ-ჩრდილოური ჯიში, თუმცა ჩრდილოური ჯიში უბრალოდ ჩამოტანილი ქონდა და აკვირდით ჩამოტანილი ქონდა მხოლოდ იმისათვის რომ გამოგვეცა და თუ ესე იგი ესე იგი როგორ შედეგს მოგცემდა, აი ესე ძალიან მარტივი ხელის მოძრაობით მოყვება, დამწიფებულია, იმას ავიგებთ რა თქმა უნდა და აი თქვენ თვითონაც ხედავთ. მოკლედ როგორია. ხო, არის უფრო უხმოსავლიანი ჯიშები, როგორიც არის მაგალითად ჯუკი თუნდაც, მაგრამ როდესაც ახლა გათვლას აკეთებ რომ საადრეო მოსავალი მიიღო, და აქედანაც განახო საადრეო, მაშინ რა თქმა უნდა სამხრეთული ჯიშები არის ჩვენთვის ესე იგი გამართლებული და ასევე ისიც უნდა ვიცოდეთ რომ ნერგები რომელი შტატიდან უნდა ჩამოვიტანოთ, ძირითადად ისიც რომ ეს არის ამერიკული ბიზნესი, მას დიდარი ამერიკელების ბიზნესაც უწოდებენ და ესე იგი როდესაც გამოკვლეული არის რომ ესე იგი როგორც ვიცი ორეგონის შტატიდან რომელი ნერგებიც ჩამოდის ჩვენს ესე იგი შავი ზღვის პირეთში, ეს არის სადაც პლანტაციები არის გაშენებული სამეგრელო გურია ძირითადად, იმერეთში და ასე შემდეგ, მაგრამ შავი ზღვის პირეთს გულისხმობ, აი ორეგონის შტატი ჩვენნაირი ტენიანია და შესაბამისად სწორედ იქიდან უნდა წამოვიღოთ ეს ნერგები. ამიტომ ძალიან ბევრ ფაქტორს აქვს, როგორც მაწყვის შემთხვევაში იდეაში გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისათვის რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. აი პირველი კრეფებია და უკვე ნახავთ ბოლოს უკვე რამდენს მივიღებთ შედეგს. ანუ ეს ნერგები P9-ში, ქოთანში დავდგეთ იანვარში 2024 წლის და 2025 წლის ეს იყო ორწლიანი ნერგები, ასევე მინდა გითხრათ და 2025 წლის აგერ ივნისში ვკრებთ. უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი რომ მოგვეკრიფა რომ ეს სათფურში ყოფილიყო მოთავსებული, თუმცა მოხდა ისე რომ აი ეს ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე ვის თვალს გვადევნებთ, ესე იგი ზამთარში ქარიშხლის დროს ცელოფანი დაანგრია და ზაფხულამდე მისი გადახურვა შეუძლებელია. თუმცა აი პირველს ხედავთ საცდელი ნაყოფებია ესე რომ ვთქვა და მე როგორც ესე იგი 2 წელიწადი რომელსაც ვსწავლობდი ამ კულტურას და აგერ უკვე ესე იგი წელს 180 ნერგი გვაქვს დარგული და მცირე სიღრმეზე ქოთნებში. ვიგებთ პირველ შედეგს და ძალიან გახარებული ვარ ზოგადად ამაზე უფრო სასიამოვნო პროცესი, როდესაც ახალ კულტურაზე შენიებ მოსავალს არ არსებობს, ასე რომ უნდა ისიამოვნო თითოეული მომენტით. ეს მცირე ვლოგი მინდოდა რომ ჩამეწერა, ეს გამეზიარებინა თქვენთვისაც და ჩვენთვისაც ახალი კულტურაა და მომავალი წლებიდან რა თქმა უნდა კიდევ უფრო ყველაფერზე ვისაუბრეთ, შეცდომებზეც, პლუსებზეც, მინუსებზეც და ასე შემდგომ და ასე შემდგომ, იმიტომ რომ ვიცი რომ ხალხში ძალიან პოპულარულია, საკმაოდ ბევრი ასევე გვეხმიანება მოცვის დარგვებთან და ესე იგი კონსულტაციებთან დაკავშირებით. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და გამოყვეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, სადაც ძალიან საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ სხვადასხვა კულტურაზე.